იმედის ეთერში მეხუთე სეზონის ბრუნდება. დაიწყო მეხუთე სეზონი ხალხო. რადგან დაგიდგაც. დილოსაც. გიჟდები, აი მართლა გონი მეკეტება ამ შოუზე, იმდენი პოზიტივია, იმდენი საინტერესო რამ ხდება, იმდენი შოკია, იმდენი სურპრიზია, რომ დაიწყო და გილოცავთ ყველას. მე მიყვარს ეს პროექტი, ხალხს უყვარს, სუპერ რეიტინგს წერს და მომილოცნია ახალი მეხუთე სეზონის შემოშრიალება იმედის ეთერში. პირველი ხუთეული ნამდვილად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული, ინდივიდუალური, სხვადასხვა ხასიათის პერსონაჟებით არის დატვირთული. უდელმა დამაწყებინა ლამის ყება. მე მგონი ყველაზე მძიმე და რთული სატარებელი კოსტიუმი იყო ჩემი. არასოდეს არ თავდებოდა აწყობა. ხოით აი ნელა რომ მძიმდები და ბოლოს თავით რომ მოგერგება და უკვე რომ ხვდები რომ ჟანგბადი არის ნული. მინდოდა პირდაპირ ჩავხუტებოდი და მე მღერა. აყვავდება როცა ნუში. ყველაზე უცნაური რაც იყო, მეცვა 10 სანტიმეტრიანი ქუსლი, რომელიც არ მცმია წლებია. დავდიოდი საოცრად და მეუბნეოდე, რომ აღარ გინდაო შეცვლაო სიარულისო, იმიტომ რომ მე ეთქობა ისე დავიგრიხებოდი, რომ უკვე აღარ იყო საჭირო. ვინ არის ვერ ხედავ? მეც ვერ ხედავ, ჯერ არ მოუხსნია. ვინ? შემოტრიალდი. არა, ნატო გელაშვილის მოლოდინი არ მქონია. ნამდვილად არ მეგონა რომ მერილინ მონროს შეასრულებდა ქალბატონი ნატო, მაგრამ არასდროს თქვა არასდროს. ხო, ეს პროექტი ამიტომ მიყვარს, აი მართლა მოულოდნელობებით სავსეა. უდელის შემთხვევაში აი სრულიად განსხვავებული ხასიათის, თუნდაც პერსონაჟის, სიმღერის მით უმეტეს, შემდეგ ნატო გელაშვილი აღმოჩნდა. ახალგაზრდა ხალი. სტუდიური ამბავი კიდე ცალკე თემა. გაინაზე და დაბოლოებებს ვაკეთებდი, ნუ ეს ჩემებური ხრინწი. არა, ხრინწი არა და შენი დაბოლოება არა, იმიტომ რომ მიდის ნატოსკენ მეუბნება და აი ეს რაღაცა კუჩუ და მეუბნები რომ ჩემი არ არის ხა ეს კუჩუ ვერ უნდა შეძლო. ეს იყო აი ეს კიდე ცალკე ამბავი. კიდევ ერთხელ გაამტკიცა მან რომ უჭირესი ადამიანია, რომ ისე შენიღბა და ისე იმღერა და ისე რომ ვერც კი წარმომედგინა თუ ნატო გელაშვილი იქნება. ანუ ერთი დიდი სურპრიზით ეს სეზონი დაიწყო. რა სილამაზეა სცენაზე. ძალიან დამწყდა გული ოღონდ ნატოს წასული ძალიან. ისე იმდენად მოულოდნელი იყო. აი ამ იმიჯიდან და კოსტიუმიდან ნატოს გამოსვლა რომ მართლა დაბნეული ვიყავ. გარდასახვა ჩემი არ არის რა, ხო არის ადამიანი, აი რაც შემგან არ დადგებოდა, ეს არის მსახიობი. და ისიც რომ მეუბნეოდე რომ აი ხელის მანერა შენია და იქნება ეცადო რომ აი ასე დადგე, ტვინით ვიდექი რომ აბა ნატო ეხლა ესე უნდა ქნა და არა ესე. ჩემია თუ არ გავქიშე ეს არასოდეს არ ჩერდება. ლუკი, ხო დედა პანაშვიძე ვარ. აი პაკა. აი მე ღმერთო მომიწევე რა დღეში. ბევრი ყვილები მომიწია და ცოტა მცხენია მომიტევეთ ბიჭებო. არ ვიცი რანაირად მოვახერხე, მაგრამ მოვახერხე რა. ველოდები შემდეგ ხუთეულს და შემდეგ უკვე ალბათ ჩამოყალიბდება ეს ისენი, რა ქვია, ფენა, ვინ არის ფავორიტი, ვინ არის შედარებით ძლიერი, ვინ არის შედარებით სუსტი და ასე შემდეგ. მოლოდინი არის ძალიან დიდი. ზედმეტი შეფასებისგან ახლა თავს შევიკავებ, იმიტომ რომ აი ჯერ ვეცნობი და ყველაზე მეტად ველოდები გაერთიანებულ ტურს, სადაც უკვე ლიდერები უნდა გამოვლინდნენ.
losing my way through this darkness. She was heartless in every way. I'm losing my way. Through this darkness, she was heartless in every way. I'm losing my way. Mashase, Bin-Binaris, itzeba! მუსიკალური მეგა შოუ Bin-Binaris იმედის ეთერში მეორე ეპიზოდით ბრუნდება. დღეს თქვენს წინაშე გამოსასვლელად ემზადება სრულიად ახალი ხუთეული, რომლებიც ახალ სიმღერებს, ახალ პერფორმანსებს და რაც მთავარია, ახალ ინტრიგას გვიმზადებენ. რატო? იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დეტექტიური მეგა შოუ Bin-Binaris. დღეს მეორე ეპიზოდში ყავს მეორე ხუთეულიანი ხუთი ახალი მონაწილე. მათი გამოსვლის შემდეგ ჩვენი დამსწრე აუდიტორია სპეციალური მოწყობილობების საშუალებით და ფარული კენჭისყრით აირჩევს სამ ფავორიტ გმირს, ხოლო დარჩენილ ორ აუთსაიდერს შორის კი ჩვენი დეტექტივები გადაწყვეტენ თუ ვის ჩამოხსნან ნიღაბი. და მე გადავინაცვლებ დეტექტივებთან როგორ ხართ, ფანტასტიკურად გამოიყურებით, მაგრამ გონია რომ ვიღაც გაკლიათ და მე უნდა მოვიწვიო მეოთხე მონატრებული დეტექტივი მაშასე ლიზა ბაგრატიონი. მოგესალმებით ჩემო ულამაზესო ლიზა მონატრებულო. მე დაგიბრუნდით, ძალიან ბედნიერი ვარ. წარმატებები ყველას. აპლოდისმენტებით. სანამ ლიზა კუთვნილ ადგილს დაიკავებს, როგორი შემართებით ხართ? დაგვიბრუნდა. სამეფო კარის თამაშები ეთერში. ლიზა, დაიკავე შენი კუთვნილი ადგილი. ლიზამ დაიწყოს, რადგან ჩვენ უკვე გვქონდა საშუალება მაყურებელთან გასაუბრებით. გითხარი ლიზა, როგორია დაბრუნება და როგორ მოგენატრა ჩვენი მეგა შოუ? ნერვიულობ. ვღელავ, რაღაცნაირად მართლაც თითქოს საყვარელ ადგილს დაუბრუნდი. ჩემი და ანრის პაექრობა ალბათ დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე და მას, არამედ ჩვენს ტელემაყურებელსაც ძალიან მოენატრა. ინტრიგა იზრდება და იზრდება, რადგანაც ბევრი ძალიან თვალსაჩინო ჩვენი მოღვაწე
ვნახეთ უკვე ვიხილეთ ამ არაჩვეულებრივი კოსტიუმების მიღმა მთელი სეზონების განმავლობაში და ნამდვილად კაშკაშა ვარსკვლავები. ალბათ მე მგონია რომ ბევრად უფრო რთული იქნება ჩემი მუშაობა ვიდრე წინა სეზონებში. ლიზა, მეხუთე სეზონის პირველ ეპიზოდში უკვე თუ გყავს ფავორიტი. პირველი ხუთეულის ფავორიტი თუ იცით რა სანამ მე თვითონ აქ ჩემი ყურით ყველაფერს არ მოვისმენ და ჩემი თვალით არ ვიხინა, იქამდე კომენტარს არ ვაკეთებ. გასაგებია. მეოთხე სეზონში სხვადასხვა ხშირად გახსენებდათ დეტექტივები და ვერც ერთ გმირში ვერ აღმოგაჩინეთ, აი, საოცრება პირდაპირ. სულ ძიების პროცესში ვიყავით, ყველა თოჯინაში შენ გვეგონე. როდესაც მე და მანიკა ამ პროექტში ერთად მონაწილეობდით, მაშინ მე მიჯექი მის ადგილას და ის იდგა სცენაზე და ისეთი ფურორი მოახდინა, რომლის გამეორებაც ალბათ ძალიან გაჭირდება და კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის საოცრება, როდესაც მან მოახერხა, რომ მთელი ტურების განმავლობაში აი ესეთ მართლა რაღაც როგორ ამბობდი ვინავარო? კუდიანი კუდიანი შვენიერი წარმატებებს გისურვებთ ჩემო დეტექტივებო. დღეს გელოდებათ ფანტასტიკური სანახაობა და სანამ მე ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავალ, აუცილებლად ჩვენი მეგაშოუს პარტნიორი კომპანიები უნდა წარმადგინო. მას ასე კომპანია ორბი ჯგუფი გამარჯვებულს გადაცემს ბინას ბათუმში ზღვის სანაპიროზე. ვინ არის სპონსორია? კომპანია ავერსის პრემიუმ ბრენდი აჰავა, რომელიც მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული ტანის მოვლის საშუალებების ბრენდია ისრაელიდან. აღნიშნული ბრენდი გვთავაზობს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის. ბრენდი ოფიციალურად წარმოდგენილია ავერსის საფთიაქო ქსელში. მადლობა. ჩვენს ამაღლებულ განწყობაზე, როგორც ყოველთვის, კოკა-კოლა ზრუნავს და ჩემო დეტექტივებო, გამოიყენეთ ეს დრო, შესვენებას ისე არაფერი უხდება, როგორც კოკა-კოლა. პროექტის ერთგული პარტნიორია ნატალი, რომელიც ზრუნავს შვენს სილამაზეზე. რადიო იმედი ყველაზე ვრცელი საეთერო მაუწყებლობა. 24 წელი ჩვენთან ერთად მოიგე დრო, გაიგე მთავარი. ნევერლენდი ანიმაციური გმირების ყველაზე დიდი არჩევანი. გახადე შენი დღე განსაკუთრებული ჩვენს ცენტრში. ან პირდაპირ შენს სასურველ ლოკაციაზე. ახლა კი დროა ერთად გავიცნოთ ჩვენი მეგაშოუს მეორე ხუთეული, რომლებიც დღეს თქვენს წინაშე უნდა წარდგნენ სცენაზე. მოდი ერთად ნახოთ კოლაჟი. შესაბამისად ჩვენთვის უკვე ყველა მონაწილე ცნობილია. მე კი ისღა დამრჩენია გადავიდე ყველაზე მთავარ ნაწილზე და პირველი მონაწილე მოვიხმო სცენაზე. მას ასე როგორც მაცნობეს, ის მზადაა ცენტრში დადგეს და ახალი გამბიტი შემოგთავაზოს. მას ასე ლასიერი სცენაზე. უკვე დასახეთ სტრატეგია ჩემს წინააღმდეგ. გახსოვდეთ, რომ მე ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა ვარ, რომელიც გარშემო ყველა უჯრას აკონტროლებს. მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს შემთხვევითობების გწამდეთ. ჭადრაკში, სადაც ყველაფერი დათვლილი და გაწერილია, აქაც კი შეიძლება შემთხვევითობა მოხდეს. თუმცა შემთხვევითობების ლოდინი კარგს არაფერს მოიტანს. მე თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ და თამაში ყოველთვის შუიდან ვერთვები თუ მაინც და მაინც სკანდინავიური დაცვა არ მომიწია.
სკანდინავიური. ისე კი დერვაზე და დერთზე ჩემი კუთხე და ჩემი სამყარო მაქვს. სახლობანას თამაში მიყვარდა. სახლობანას თამაშიო. კეთება თამაშის დაარსების დღიდან ყოველთვის მეფის პრეროგატივა იყო და მე სულ გარეთ მიწევდა ყოფნა. შეწუხება არავისი მიყვარს, მაგრამ ცენტრში შემოწეულ მხედრებს ყოველთვის აქეთ ვაწუხებ. დედოფლები პაიკებს შორის დგომას ვერ იტანენ. თუმცა მე შემიძლია ვიდგე და წრეში ბურთი ან რეზინოვანა ასე ვითამაშო. მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. დიაგონალზე გამოვალ და სცენაზე ჭადრაკს გეთამაშებით. სადღაც ჩემი ასაკის უნდა იყოს. წრეში ბურთი და რეზინოვანა ჩემი ბავშვობის თამაშებია. ჩემიც. ჩემო ძვირფასო. ანუ ჯენზი არა. აბა როგორ გახსნის მეორე ეპიზოდს ლაზიერი. დედა რა ლამაზი კოსტიუმია. ნამდვილი ლაზიერია. აუ როგორი წარმოსადეგია. ასერჩი ქვინია ხალი. ცოტა აქ მე უნდა ვიეჭვიანო მე მგონი არა? ცოტა ხო. უკვე გეცილებიან. ვიეჭვიანო მაგ მეცილებია სამეფო კარს სტატუსში. მოადგნენ, ლიზა მოადგნენ სამეფო კარს. მაღალია. მაღალი ქალია, ხო? კი. იცი რა მაღალ ხუსლებზეც დგას ნახე. არა, დიდად არა. არა? აი, საშუალო. აუ რა კარგია. ნამდვილად არის დედოფალი. არ არის დიდი ადრე. ხმით არა. არა. ახალგაზრდა. რაღაცნაირად მოძრაო. სპეციალურად მანეკა. მაგრამ გამხდარია ძალიან. ანრი მომღერალია. კი. Just what I let loose. Tell me not for do. Stop that you think that you need. More than they got. 'Cause I'm the queen of the night. ალამაზად მოძრაო. Say you said yeah. Queen of the night. Queen of the night. ის ხოშიანი. აუ, ვინადი. ნამდვილად დედოფლური გახსნა იყო. აბა მოგიწყოთ დედოფალმა შოუ. ნამდვილი დღევანდელი საღამოს დედოფალია. მე ცოტა ვეჭვიანობ, იმიტომ რომ ეს სტატუსი მხოლოდ ჩემთვის მინდა ხოლმე დედა როგორც დედოფალი. წესია. გვარი არა, ცხელს გიწყობს. დედა დედოფალი ჩემი უფროსი და არის და მე უბრალოდ დედოფალი ვარ. ხო და ცოტა ვეჭვიანობ, მაგრამ ნამდვილად ღირსეული სიამოვნებით გაუზიარებ მას. ძალიან ღირსეული, ულამაზესი კოსტიუმი და ძალიან კარგი დასაწყისი, ისეთი ძალიან ენერგიული და ძალიან fashion version-ც გექნება მე ესე ვფიქრობ. იცი და ეხა ალბათ ანრი შემეკამათება, მაგრამ ეს მაინც ანრი ყველას მგონია რომ ეკამათება, ასე რომ მიჩვეულები ვართ. და ისეთი ეს არის ნინი ბადურაშვილი, ჩემი ვერსია. ნინი! კარგი. ანუ გონია მომღერალი. კი. ანუ მომღერალია. მე ესე მომღერალი მგონია ჩვენი ლაზიერი. ნინის მეგობარი ანრი როგორ შეუერთდება ამ ამბავს. ვიცი, არ უერთდები ერთი მარტივი მიზეზის გამო. აშკარად ჩვენი ლაზიერი მაღალია. ნინი არ არის? არ არის დაბალი, მაგრამ ეს არის
აი სტანდარტულზე მაღალი ქალი გვიგვინი გატყუებს, მე არა ვფიქრობ. ხრებს შეხედე აბა მე დააკვირდი. შევხედო. მე ხრებს ძალიან კარგი. კარგად ვხედავ ანრი არ ყველაფერს. გაქვერძია, მაშინ მე ვიტყვი. თქვი და მე კარგი, სხვათა შორის ხო სიმაღლეზე ძალიან ვეთანხმები ანრის და სიმღერის დროსაც ვსაუბრობდით, არის გამხდარი, მაღალი, ტანადი ჩვენი ლაზიერი და უნიჭიერესი, იმიტომ რომ პირველად დადგა ამ სცენაზე და საოცარი ნომერი შემოგთავაზა, როგორც სიმღერით, ასევე მოძრაობით, ძალიან საინტერესოდ იყენებდა კიდურებს, ხო, ლიზა? ჩვენ ესეც აღნიშნებდა. სიმღერასაც შეეჭიდა. ხო, იცი რა, უხდებოდა თვითონ კოსტიუმს ეს სიმღერა, საღამოს დედოფალი ვარო და დაამტკიცა ეს, ამიტომ კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ჩვენს ლაზიერს. ჩემი ვერსია არის ირინა ონაშვილი. ირინა ონაშვილი. დააყენე ის გოგო ოჯახში. დააყენე ის გოგო ოჯახში. 3 სეზონია არ გაახარე. და მინდა რომ იყოს, იქნება ჯერად. ულამაზესი და ძალიან მაგარი. გვირგვინიც უხდება, იმიტომ რომ მორგებული აქვს მას ერთხელ. გონია რომ არის საშუალო ასაკის დაახლოებით ჩემხელა ცოტა უფროსი. მე ჩემი თავი მგონია საშუალო ასაკის და მანიკა თუ საშუალო ასაკის არის მე რაღა გამოვდივარ. მოხუცი არავითარ შემთხვევაში მე რაღა გამოვდივარ, ხალხო. მიშველეთ. საშუალო ასაკის ვარო, მანიკა. უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. კარგად შენახული მოხუცი. მოკლედ, ჩაგვიტარა ყველაფერი, უფიმცევის დაცვა, ნიმცოვიჩის დაცვა, კარაკანის, ეგ რა არის ჩვენ ენაზე გვითხარი. აზრი არ არის, მარტო ჩამონათვალი იცის. ეს არის არა, ხა რაღაცა ფლები ვიცი ამ დაცვებიდან. აბა ეხა გვითხარი ზედმიწევნით რას ნიშნავს? ვერსია ვთქვა ჯერ და მე ხმება. როდესაც შავებით თამაშობ, ხო, თავს იცავ ძირითადად. არ ვიცი რამდენად სწორად ვამბობ, ეხა შეიძლება ეცინება ნონა გაფრინდაშვილს რომ ისმენს, მაგრამ ესეთი ცნობილი დაცვებია, ანუ დაცვაში რო ხარ, ჭადრაკში როცა თავს იცავ, უფიმცევი, არ გახსოვს ცნობილი ეხა შენ როგორ დაიცავ ჩემი თავდასხმისგან? ერთი წუთი შენი არ მეშინია. შენ ჩემი პაციენტი ხარ ასე რომ ეხა ხო ხარ ხიცი? ხელი კრადა დაგაგორო კიდე. ეს მეხვეწებოდა დამაწვინა ერთი კვირა. მე ზუსტად ვიცი ეს ვინ არის ხალხო. მითხარი. არ დამიწყოთ ეხლა არაფერი. აბა, არა, აქ ვარ. ეს არის გვანცა დარასელია. გვანცა დარასელია. მოდელებში და ლამაზ ქალბატონებში ვტრია. აი რაღაცა დედოფლობამ შემოთავაზა. ხარ. ხო და შენ გამოუშვება უსაყვარლესად შენი ვერსია. გიჟდები თქვენზე. მეც დავასახელებ ერთ-ერთ ულამაზეს ქართველ ქალბატონს, ასევე მის საქართველოს ტიტულის მფლობელს, ულამაზეს ჯანეთ ქერდიყოშვილს. ჯანეთ ქერდიყოშვილი არ ვიცი. ჯანეთი ძალიან კარგად მღერის. ნახე, არა მსუმღერის, კარგად მღერის. შეიძლება თქვენი იმღეროს ასე ვთქვათ, არა პროფესიონალი. ვერსიები მოეწყო. მოდი არ გადავდოთ შორს ეს ამბავი და ეხლავე მოიხსენდი და გვანახები. არ მოიხსნა. არა. და მოდი გავაცილოთ ჩვენი ლაზიერი. ბრავო! კარგი იყო ნამდვილად. ძალიან. ახლა სცენაზე მითოსის გაცოცხლების დროა, რადგან ჩვენთან უნდა მოვიხმოთ ბერიკა! ქართული მითოლოგიის ნაყოფიერების ღვთაება. ხმაურიანი, ხანდახან აგრესიული, ოღონდ ვითომ. რა ვქნა საქმეს ასე სჭირდება. ისე კი ცხოვრებაში ყველაფერი თხოვნის და მოთხოვნის გარეშე მიმიღია. და თუ მკითხავთ ბერიკა როგორ გახდიო, გეტყვით რომ ცხოვრებაში მიღებული ყველა სიკეთე შევისრულე და განგების საჩუქრად მივიჩნიე. სხვათა შორის შრომითაც ბევრი რამისთვის მიმიღწევია. არ
არის თქვენში ვინმე სულიერი, რომელსაც ან გზაზე არ გადავკრივართ, ან კარმიდამოში არ შემოგვარდნივართ? ალბათ არა. გულუხვად დაგიჯილდოვებივართ, ხშირად ბევრად გამოცდილ ბერიკებზე მეტადაც და ჩემს შენი კოლეგა ხო არ არის? რადგან იღბალი ბერიკას მუდამ თან სდევდა. შეიძლება სხვა ბერიკებზე არც სიმპათიური ვარ, არც გამორჩეული ჩემეული მეთოდები მაქვს, არც განსაკუთრებული შემოსვლით გამოვირჩევი, მაგრამ თქვენი გულების მისამართი კარგად ვიცი და არასოდეს მივიცნებ. გულების მისამართი. შეიძლება ექიმი იყოს მართლა. მაშინ გულის ექიმი. ენერგია მე რომ აქვს ისეთი უნდა. შემდეგ ეპიზოდებში ჩემი და დინამოს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე მოგიყვებით. მაგრამ ახლა თქვენსკენ გამოვეშურები. მითხრეს გეყოფა თამაში, ახლა დინამოს ექიმი ვინ არის? დათო ხარაბაძე, ჩუქჩა. პროფაილში პატარა ჩანდა და ესეც ისეთია, უფრო წარმოსადეგი. გავშიფრე. იცი ვინც არის? არ მჯერა. რას ბოდავ ახლა? აუ, საინტერესოა ჯინა ძალიან. ქართული არა რაღაცნაირი. ერიკა, რქები ნახე, რქები. ნახე, აიყოლია დარბაზი. რა ლამაზი მოცეკვავეები არიან ძალიან. ფიზიკურად, არა? Stop spreading the news. I'm leaving today. იგივე აზრზე ხარ? I want to be a part of it. New York, New York. მე არა. This ან ვიმაც vagabond გადაიფიქრა. I'm longing to stray. And through the very heart of it, New York, New York. I wanna wake up in ოთარ, the ექიმებში city that ფიქრე, აბა. doesn't sleep. Can't find a king of the hill that holds an east and number one king of the hill. My little town blues. რა საყვარელია? Melting away. დამახასიათებელია. Make a და არ არის პატარა არ ბიჭი. არის პატარა ბიჭი. New York, New York. If I can make it, then I make it. აუ, რა კარგად მოძრაო. Anywhere, it's up to you. New York, New York. ძალიან კარგი. ხო, ბრავო. ფრენკ სინატრა. Very good კონსინაშე. ბრავო. გადაცოცხლა ფრენკ სინატრა, ბერიკა. ბრავო. თან ძალიან კარგად. ფრენკ სინატრა რქები. შევაფასო, ჩქარა. ძალიან მაგარი იყო. არჩევანი იყო ძალიან მაგარი. ეხა ეს ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და დარწმუნებული ვარ და მეთანხმებით ხალბატონებო და ბატონებო ვის არ უყვარს ეს სიმღერა? ნამდვილად. უცებ აი ასე გაიჩითა ფრენკ სინატრა რქებით შეასრულა არაჩვეულებრივი ნომერი იყო მოცეკვავე გოგოებს ძალიან დიდი მადლობა მაგრამ თავარია ვინ არის ეს ფრენკ მაგას სინატრა გვეტყვი შენ. რეალურად სხვათა შორის ლიზამ დამაყენა სწორ გზაზე ნახე როდესაც პროფაილი გადიოდა ლიზამ თქვა ესეთი რაღაცა ლიზამ მე ვერ დამაყენა სწორ გზაზე და შე როგორ აი, დაგაკეთდა ნიჭიერი ადამიანი პირველივე ჯერზე ითვისებს. ანუ მე უნიჭო ვარ ეხლა მომისმინეთ მაცადე შენი დაყენება რთულია სწორ გზაზე
იმდენად ხარ აცთენილი. საერთოდ ჩემი დაყენება არ ტულია. მე ხა ძალიან გავერთობი აქ თუ არ მეტყვით ვერსიებს. კარგი ხო და ლიზამ დამაყენა სტორგზაზე მე მაინც პირველ ჩვენებას მივაწვევი ასე. რო კარდიოლოგებში ეძებ. ხო, რო ექიმური პროფაილიაო რა. ანუ პროფაილიც და ტიპაჟიც რამდენიმე ვერსია მაქვს. მიდი ცოტა ახლოს ბერიკასთან სიმაღლე რო შევაფასო. ხო, ძალიან კარგი. საშუალო სიმაღლის. ბურთი, იქ ექიმობა, ხო, დინამო ახსენა. დინამო ახსენა. შეიძლება ძალიან მარტივი გზით წავედი, მაგრამ დათო ხო არ არის ხარაბაძე? დათო ხო არ არის დინამოს და ხარაბაძე? ნაკრების ექიმის ზედმეტ სახელად ჩუქჩა. ეგ დათო ხარაბაძის ზედმეტ სახელია ჩუქჩა. გეფიცები ეგ არის. ხო, აი ხო არ არის. ჩუქჩა იგივე ბერიკა. ჩუქჩა იგივე ბერიკა იგივე ფრენკ სინატრა რქებით. ტაჯიკი ხუთიანი. მადლობა. ლიზა, მეც შორს არ წავალ, კარგად გადავხედე შემადგენლობას ექიმები მღერიან, რომელიც იყო არაჩვეულებრივი პროექტი. ეხლა არ მითხრა ჯონი ჯანაშიაო. მართლა? მე ესე მგონია. ჯანაშია. ჩემი ვერსია ეგ არის. ეს არის ჯონიკა. ჯონი, შენ ხარ ბიჭო? დაფიქსირებულია ლიზა. ფანტასტიკური ვერსია. რა გავაკეთო? არ მცალია. ესა გადის ესა. დაკავებული მარ. მანიკა შენ დარჩი. პირველი გამოსვლა იყო და მგონია რომ დამსწრე აუდიტორიის გული მოიგო. სხეულის ენით, ენერგეტიკით, რომელიც ამ თოჯინის მიღმა იგრძნობა. ძალიან მოდის ჩვენამდეც და მაყურებელმაც აიტაცა და მგონია რომ მათთვის ერთ-ერთი ფავორიტი თოჯინა იქნება და აპლოდისმენტები ჩვენს ბერიკას, რომელიც არის ძალიან ნიჭიერი, ძალიან კარგად შეძლო ჩვენი მონუსხვაც, კარგად მღერის, კარგად მოძრაობს, ნახე ახლაც არ ჩერდება. და არ ვიცი ვინ არის. არ ვიცი ვინ არის დედა. არ მიმაჩნია, არ მგონია უფრო სწორად რომ ეს ადამიანი ექიმია ან რაღაც მსგავსი ეს კაცი არის ნუ მინიმუმ მსახიობი. კი? ყოველ შემთხვევაში ამ სფეროსთან რაღაც კავშირი აქვს. მე ექიმებს აქვთ უშუალოდ კავშირი ამ სფეროსთან. კი, გეთანხმები ლიზა, მე არ გმობ ექიმის პროფესიას. არა, ვერც დაგმობ ვერასდროს შენ ექიმის პროფესიას. იმიტომ რომ მუდმივად მჭირდება გაოგნებული გისმენთ, გაოგნებული გისმენთ. ჯონი ჯანაშია მშვენიერი მსახიობიც არის. კი ბატონო. ხო მეთანხმებით ხალბატონო ელისაბედ. აუ მანიკა გეხვეწები. ეხა ესეც მერაბ ნინიძე არის არა, მაგრამ აუხტინოთ ამ გოსნება რა იქნება მეექვსე სეზონში. გონია რომ ეგოცნებაც ამიხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი ვერსია იყოს მაშინ გოგა პიპინაშვილი. გოგა პიპინაშვილი. კი ბატონო, თავისუფლად დასაშვებია. გოგა პიპინაშვილი. ფანტასტიკური მსახიობი. ჩვენი იმედის წამყვანი გიორგი გაბუნია მგონია. გიორგი გაბუნია. საიდან მოიტანა? აი, არ ვიცი. არა, არ გეთანხმები. არა, უნდა მეთანხმები. ნუ მოკლედ ვაფიქსირებ და გავაცილოთ რა, გენიალური ბერიკა, გავაცილოთ თქვენი აპლოდისმენტების ფონზე. როგორც მაცნობეს, მე ის იმ შემთხვევაში უნდა გამოვაცხადო, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მაშ ასე ქურუმის სცენაზე. სალამს მოგიძღით დეტექტივებს. ვაიმე. მაყურებლებს. ცოტა საშიშია. და კანონით გათვალისწინებულ ყველა ფიზიკურსა თუ იურიდიულ პირს. მოგესალმებით. როგორც მივხვდით, კანონის სახელით მოლაპარაკე ქურუმი ვარ და დროა კერძო სახის ურთიერთობები სახელდახელოდ დავარეგულიროთ. დავარეგულიროთ. ჩემ ამ კაცმა საქმიანობამ არ მოგატყუოთ და გეტყვით, რომ ვცდილობ ბავშვი ყოველთვის შევინარჩუნო საკუთარ თავში. მაგრამ ამის მიუხედავად, საჭირო მუხლებს ვერ გადავუხვევ.
მე კერძო სამართალის კარგად ვიცი. საჯაროც, ქიციც და ქიცმაცურიც. სამართალი? ხო, ადვოკატი ხო არ არის? გუშინ ერთ ნორმატიულ აქტს კითხულობდი, რომლის პათოსსაც ვიზიარებ. აღნიშნული კი შემდეგნაირად ჟღერს. გარემოებების სადაც სიხარული დაშვებულია, ავტომატურად გამორიცხავს სევდის არსებობას და ეს წესი გამონაკლის არ ითვალისწინებს. თქვენ არ ეთანხმებით? სადაც სიხარულია, იქ რა უნდა სევდას? გააჩნია. დღეს მე კანონს არ წაგიკითხავთ, რომ ჩემი მეზობლებივით არ შეგეშინდეთ. ხოლო ჩემს დანარჩენ ქმედებათა ჯაჭვს კი სცენაზე ჯეროვნად და განუხრელად განვახორციელებ. განახორციელებ? აბა რაღაცა ისეთი მინიშნებები მოგცა, იურისტი, ადვოკატი. არა, დაგვაბნია. კანონებში გაგახსენდება, გაცნობილია. აი ხა, პირველი მე ადვოკატი კიდე წავედი გაგახსენდება. რაღაცა იუმორისტზე. მართლა? თქმა უნდა. არა, ფურუმი. მოვიდა. ოპა, როგორი ფურუმია. მაღალი და ტანადი. მაღალი და და ტანადი. სპეციალურად დადის რაღაცნაირად, ძიმედ. არც ისე მაღალი არ არის. ვითომ? არა, მაღალია, მანიკა. ყველა ვარიანტი. არა, პლატფორმაზე დგას. მაღალი კაცია, გეუბნები. კი. აუ, რა ლამაზია. კი რა, ცოტა საშიშის კი არის. მეშინია. აუ, მოგიწრე. მაგარია. კარგია. სცენა რა ლამაზია. რა კარგი. აუ, რა კაია. ვაიმე, აფრინდა. ცოტა ნიკა კოჩაროვის ხმით მღერის. მაგის ობერტონები აქვს. აუ, რა კაი დადგმა. არა, მაგარია. ეს ხო კაია და სიმღერაც კაია. აუ, რა კაია. და კარგად მღერი. რაღაცნაირად. და თითქოს ნაცნობი ხმა რა. ნაცნობი ხმა ძალიან. ბრავო! მაშასა! ბრავო! ეს რა იყო? ეს რა იყო? მერცო! ვაუ! ბრავო! 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 ბრავო და გისმენთ, დეტექტივებო. იცი რა, ანრი იმდენად დაწმუნებულია თავის ვერსიაში და ვიცანიო ისე ამტკიცებს, მგონია რომ მან უნდა დაიწყოს. დაიწყე. ეს იყო აქამდე ჯერ ყველაზე
როგორ გითხრათ, სასიამოვნოც, მასშტაბურიც, ლამაზიც, მუსიკალურად, ვიზუალურ თანხმედრაში და ასე ვთქვათ, იყო არ ყველაზე მაგარი ნომერი, ჯერ ეს ორი ეპიზოდი რაც ვნახეთ. არავინ მიწყინოს, ეს იყო მართლაც საუკეთესო პერფორმანსი. კი ბატონო. და განსაკუთრებით და გადაივია ჯოხაძე. ფრენაზე კი, მე მიყვარს ადამიანები. ჩემს თავზე რომ დაფრინავენ, მაგრამ ნახეთ როგორ არის. რაც მომეწონა ჩვენი ქურუმისგან რომ ისე კარგად აკეთებდა ამ დაშვებას ჰაერში რომ ძალიან მაგრა არის ტიპი მომზადებული, ასე ვთქვათ, ბრავო. ძალიან. ხო, არისო, ასე ვთქვათ, 2 წუთში ნასწავლი ეს ნომერი შეიძლება კიდეც იყო, მაგრამ მის ნიჭიერებაზე მეტყველებს. ახლა რაც შეეხება ჩემს ვერსიას, ვინ არის? გითხარი. მე მგონია რომ ქურუმი არის ვაკის პარკის ზაზა ხუციშვილი. ზაზა ხუციშვილიო. შეიძლება. მადლობა და მანიკა თუ გააგრძელებ თუ რა ვქნა თუ როგორ ვქნა თუ მე ვთქვა. ამოიღეთ ხმა ხალხო. დაგვამოუჯა ქურუმმა, იმიტომ რომ მართლა ისეთი საოცარი ნომერი იყო, დამავიწყდა ვინ არის შოუში რომ ვიყავი, ვის სიამოვნე ბოლომდე. მეგონა ხო რაღაც კონცერტზე თავი და მეც რაღა დაგიმალო და ვეთანხმები ანრის და გამოვარჩევდი როგორც ჩემს ფავორიტს. ამ ნომერს და მგონია რომ ხო დარბაზით დამეთანხმება. დღეს ნამდვილად თამამად შემიძლია ვთქვა ეს ყოველ შემთხვევაში რაც აქამდე ვნახე. გონია რომ არის მუსიკოსი, მომღერალი, კარგად ფლობს ენას, ინგლისურს, იმიტომ რომ ისეთი ფრაზები ჰქონდა და ვინ არის ისტორიაში რომ არ ყოფილიყო პეჩო უკვე მეგონებოდა რომ არის პეჩო, იმიტომ რომ აი თითქოს მის ხმას მივამსგავსე, მაგრამ ასევე მივამსგავსე ნიკა კოჩაროვს, ამიტომ ჩემი ვერსია იქნება ნიკა კოჩაროვი. ნიკა კოჩაროვი. კი ბატონო, მანიკა, მადლობა შენი ვერსიისთვის და ლიზა ჩაფიქრებულო. აი ჩვეულებრივი მთაწმინდა ვარ. დინა იფიქრე ცოტა ხანი და მე ვიტყვი. ზუსტად. იფიქროს ლიზამ ცოტა ხანი მე ვიტყვი. კარგი თქვი. კარგი, გამოვიყვან მდგომარეობიდან. მიყვარს აი როდგები გიჟდები. ერთი წუთი ისე როზი ვარ არ გიჟდები? როზი ხარ ბაბთა არ გიჩანს. ხო კაი ბაბთა მაგ? ძალიან. ხალხო როგორ მოგწონთ ჩემი ბაბთა? ჩვენც მადლობა. მოგლეთ, სხვათა შორის მანიკას ვერსია მეც მქონდა. ნიკა. ხო, ნიკა კოჩაროვი მეც მქონდა ეს ვერსია, მაგრამ ნუ დამასწრო ხა რომც არ დაესწრო. დასწრებაზეა ცხოვრებაში ყველაფერი. მე მაინც დაუთმობდი, ხო იცი მე როგორი ჯენტლმენი ვარ. მე საერთოდ ვარ ძალიან სუბიექტური ადამიანი და რადგანაც ფავორიტებზე წავიდა საუბარი, ვეთანხმები, რომ წინა ეპიზოდში ჩემი ფავორიტი სიმინდი იყო. და ახლა ჩემი ფავორიტი ჯერჯერობით არის ქურუმი. მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ზოგადად რეპერტუარს რას ირჩევენ და ეხა ოზი ოსბორნი და მოუბი ჩემთვის ძალიან მაგარია, ხო ხვდები? ახლა შეხედე რა ხდება. რადგანაც ის რასაც მე ვფიქრობდი გაჟღერდა, მოდი მე სუსვაგან წავალ და ახალი დაბრუნებულია ევრობასკეტიდან და ტოლიკა ბოისა იყოს ეს. გადასარევია ანატოლი ბოისა თუ ასე მღერის. მოდი იყოს ტოლიკა ბოისა რა. ესეც ნარია, სხვათა შორის წინა სეზონშიც ჰქონდა. აი გაყინული წყნარია. სუსი, აი იყოს. მივაკაკუნო. იყოს. ელასტიურია, ფრენა უყვარს, კალაჩი ტენის და ძალიან მაგარია. იყოს ძალიან კაი ვერსია. იყოს ტოლიკა ბოისა. არა, თან რაღაც არის იდუმალი თოჯინა, ძალიან. ზედმეტად იდუმალი. ლიზა მიდი. იცით რა არის? მე ძალიან დამაბნია მართლა, იმიტომ რომ აი რაღაცა ყველაფერი ერთად მოითხოვს რაღაცა განსაკუთრებულ ნიჭიერებას ჩემი აზრით და ასეთად მიმაჩნია ჩემი უძვირფასესი მეგობარი პოეტი, არტისტი, მუსიკოსი ერეკლე დეისაძე და დავასახელებ ამ კანდიდატურას სიამოვნებით. ერეკლესაც ვეძებთ და ხელა გამოიწვია ქურუმა მოკლედ თქვენში. ძალიან კარგი მოვისმინეთ თქვენი ვერსიები და ესე იდუმალებით გავაცილოთ ჩვენი ქურუმი, რომელმაც გადაუფრინა სცენას, გადმოუფრინა და გაფრინდება კულისებში.
ერთი თეორიის თანახმად თუ მას საბეჭდ მანქანასთან უსასრულო დროით დასვამ, ის ადრე თუ გვიან შექსპირის სონეტსაც აკრებს. მაშ ასე ნალუს სცენაზე. საყვარელია. რა მაგარი ნალუა. ზალა ქაურობას. ანუ ჩემ ენაზე აქ მშვიდობა გისურვეთ. მაგრამ თქვენ ჩემს ამ ენას ვერ გაიგებთ. მეორე ენა კი შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანს ბევრჯერ, ზოგიერთებს კი უფრო ბევრჯერ მოგისმენიათ. მეორე ენაზე ოდნავ მოგვიანებით. იქამდე მინდა ჩემს თავზე უფრო მეტი მოგიყვეთ. გისმენთ? აბა. ატა რომ ვიყო, ალბათ არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში უცნაურია. ჩამოსხედით, ვიწყებ. რომ არ მოგატყუოთ, ზუსტად 7-ჯერ ვარ მკვდარი. 7-ჯერვე ავდექი და არც ცხოვრებას გაუბოროტები ვარ. ანუ მურტალოა, ჩვეულებრივი მურტალოა. 7-ვე შემთხვევა დაწვრილებით მოგიყვეთ. ოღონდ თქვენ პირობა უნდა მომცეთ, რომ ამ სცენაზე 7-ჯერ მომიწევს გამოსვლა. მიხვდი ხომ რომ ფინალში მინდა დგომა? ხო, 7 კარგი ციფრია. თან როგორ გვიყვარს ქართველებს? სადაც შანსი გვაქვს, ყველგან მივიწერთ ხოლმე. მაგრამ მე უკვე შვიდი კაცა ხო არ არის? ზამზარეული მომართვეს. თქვენ ჩემს შემოთავაზებაზე იფიქრეთ. მე ნერვიულობას ვიწყებ. დამიძახეს 7 წამის სცენაზე გამოსვლამდეო. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სცენაზე პირველად გავდიოდე. ეს რაღაც 7-იანი უნდა ჩავინიშნოთ. 7 კაცას რომელიმე, ალ შეიძლება. ან 7 ნომერია. აბა 7 კაცაში. სპორტსმენია და 7 ნომერია. 7 ნომერია. ნოზიკა შეიძლება იყოს, ნოდიკო შეიძლება იყოს. ან 7-ვე ერთად. ან 7-ვე და ერთად. 7-ჯერ ვარ მკვდარი, რას ნიშნავს? 7 რამე სპორტი 7-ში ითამაშება? წყალბურთში არიან 7-ნი. მეკარე და წინ 6 მოთამაშე წყალბურთში კი 7-ია. 7-ჯერ იხჩობოდა აუზში, არის წყალბურთელი და თმით ამოათრიეს. წყალბურთელი როგორ იხჩობოდა აუზში? ნუ გამაგიჟე. იხჩობოდა სანამ ცურვას ისწავლიდა. და დასაწყისში ახსენა მეორე ენაო. მეორე ენა იქნება მეგრული. მეგრული მგონია მეც. და მე უკვე ვიცი ვინც არის, თუ ის წყალბურთელია. აბა როგორია სათვალიანი ნალუ. რა საყარები თოჯინა. ნალუ. მაგრამ აზიური სტილის მაიმო. ის არის. ვაიმე ქალი მგონია. მართლა? მეც. ოპა, აბა რა. რა გოგოშკები ფალს ნახე. აბა მოძრაობას ველოდები. რაღაცას ელოდება. ზეგლად წეული. არ ვიცი. გაშაშებული რატო? ალბათ გოგო უნდა შეეხო. დადგმა არის ეგეთი. ნახე რა ცეკვავენ ჩვენი მოცეკვავეები. ეგ იყვის ტეკილა. კი. Tequila. მეც არაფერს არ იყვის. სასაცილოა. მაგარი ნომერია. მოძრაობაში ცისია რა, თავშეკავებული.
Tequila. ხმა კაცის არის. ერთ სიტყვას ამბობს მარტო, მოდი და გამოიცანი ეხლა. აბა, კარგად დავაკვირდეთ. როგორ გამოიცნო? და თან არის ზური გვაწვალებენ რა. არ არსებობს. ბატონო ნალუ ყველა გაგვამაიბუნა. მიდი ეხლა და გამოიცანი. დამანება თავი. ველოდებოდით რომ რაღაცა შეჭიდებოდი. ვისაღადავებს თქვენ. უკაცრავ. როგორ უნდა გამოვიდეთ? არ იყო გენიალური შესრულება? სასწაული. შესანიშნავი. ძალიან მაგარი. როგორ არის მაიმუნის დაწნული კუდიო? როგორი ქონდა, როგორი აი ვინ მოგვიქსოვა? კუდი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ძალიან კარგი იყო რა. არა, ჩვენ ბოლომდე გაფაციცებულები რომ ვისხარ და ესეთი ნომერიც ხომ უნდა ყოფილიყო. კი. რაღაცა ისე შემყევი მისამღერს ველოდებოდი მეთქი დაიწყებს. რაღაცა იქნებ მოიგონესო, ხო? ნალუ რა ვთქვათ ეხლა? ერთადერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ერთი სიტყვით არის კაცი. სხვა არაფერი არ ვიცი მე პირადად. ტეკილა თუ რა. ხო, კაცის ხმით. აი რადგან დაბლებში იყო ეს ყველაფერი. არა, იცი რა თავიდან რომ გამოვიდა, ვიფიქრეთ ქალი ხომ არა. შეხედე აი ვერ ვიზამ ტეკილა. ესეთი იყო, ესეთი ტეკილა იყო. მაგრამ ესეთი აბა ტეკილა. მანიკა მითხარი ქვემოთ მითხარი ტეკილა. მე რაც ვქენი ამ სცენაზე საკმარისი. ამა რატომ რამდენი არის გითხრა? კაცი? არა, ჩემი იქნება და აზრით ხო. ქალია. ყველაფერი შესაძლებელია ვინ არის სცენაზე ნამდვილად. ქალია? კი, ქალია. და გაგვამაიმუნა. აბსოლუტურად გაგვამაიმუნა, თუმცა მე მომწონს, იმიტომ რომ მეც მაიმუნის წელში ვარ დაბადებული და ჩვენს ნალუს გულშემატკივრობ აი ჩვენს გაბითურებაში. რა პრობლემაა შენ გაიხარ? მაგრამ ნალუ არის ქალი. მეგობრებო, შევთანხმდეთ, რომ ეს ის შემთხვევა იდეის დონეზეც არ გვაქვს რა ან ვინ დავასახელოთ? საერთოდ რა დავასახელოთ? აი რა ვიცი, ვინც გინდა რომ იყოს ის დაასახელე. აი კარგი, მაშინ პროფაილს ვინ მოიფიქრა ერთ სიტყვიანი ვინ მოიფიქრა გაგახსენოთ პროფაილში იყო 7-იანი. იყო ნათქვამი რომ მეორე ენა ვიციო და ამ ენაზეო მერე გესაუბრებითო და იყო კიდევ მინიშნება 7-ჯერ ვარ მკვდარიო. ტეკილა რა შუაშია? ალბათ სასმელმა მოკლა და გაცოცხლდა რა ვიცი. ტეკილას ესპანურად ამბობდა და ალბათ. გეგონება პირველად გამოვდივარ სცენაზეო, რაღაც ეგეთიც იყო, ხო? ხო და რა ვიცი, რა გითხრათ. არც ვიცი რა. ამ სცენაზე შეიძლება პირველად გამოდის. არა, სცენაზეო. კარგი, ოთარ, აი ვინ გინდა რომ იყოს ნალუ? რა აი ვიზე იოცნებებდი რომ იყოს. მანიკა დაასახელებს ისო მერაბ ნინიძეს. აი მე მაშინ ზუსტად ვიცი. ახლა ისე როგორც არასდროს გვეპატიება ისეთი ვერსიები კი. ხო, იმიტომ რომ ნუ ახლა არ ყოფილა ამ არც ერთ სეზონში ერთ სიტყვიანი სიმღერა ტეკილა. ხო, გამომუ. მე მინდა ახლა აქ იყოს, მე არ ვეთანხმები რომ ქალია. მე რატომ აი ვინც გინდა ის თქვი, აი მოდი ჯაბაკილაძე იყოს რა. ჯაბა! შენიერი ვერსია. მაინც შენი შუა ქალაქიდან ეხლა არა. ვატრიალებს სანამ სადმე არ ამოვა, ხო იცი? კარგი, იყოს შენი ჯაბა, იყოს. უნდა ამოიყვანო. უნდა ამოიყვანო. იცით რა, მე მოდი ვიტყვი ზუკა რურუას. ზუკა რურუა. ადამიანს, რომელსაც სპორტის მოყვარულები კარგად იცნობენ და ის ასევე ახლა გადაინაცვლა მან პოლიტიკაში. ამიტომ ორი ენა თავისუფლად შეიძლება იყოს ნაგულისხმები, როგორც სპორტსა და სპორტია ერთი ენა. კი ბატონო, შეიძლება ეგ იყო 7 ნომრათაც თამაშობდა, ნამდვილად არ მაგრამ მახსოვს. გაიხსენეთ 77 იყო კადრში ნახსენე. ის კვარაცხელია. იქნებ ჩემთვის არის ორი ენა, ანუ ერთი კვარაცხელია, ნუ მოკლედ სპორტი და პოლიტიკა და ჩემი ვერსია დაფიქსირებულია. იქნება ზუკა. კარგი, ისევ 7-იანს მიუყვეთ და მაშინ მე 7 კაცადან ვიტყვი ერთ-ერთს. მანიკა უკალა და მერაბ ნინიძეს? არა, მერაბ ნინიძე წინა ეპიზოდში ხო დავასახელე. ხო ძალიან გინდა და მინდა, მაგრამ ჯერ ვნახო. მაინდა-მაინც შლეგის როლში რო არ შენიდან ერთი რომელია. მანიკა შეიძლება ასეთი შანსი აღარ მოგეცეს, იყოს მერაბ ნინიძე. დათონოზაძე.
დათო ნოზაძეო. 7 კაციდან 1. 7 კაციდან 1 და ფანტასტიკური რატომაც არა, ჩვენი ბულბული. და დათო ნოზაძემ ერთ სიტყვიანი სიმღერა იმღერა, ნუ გამაგიჟებ. იცი რა, იმედენად გამჯდარი გვაქვს ბულბულის თქმით რო ემღერა, ხო გამოვიცნობდით. ანრი, ისი სურვებდი. იყოს მოდი ანრის ამ არ უყვარს, ეტაპზე როცა გაბითურებულია. ძალიან არ მიყვარს, იცი? აი ისიც ვერ და მაიმუნმა სქესიც ვერ დავადგინე, მაინც, იმიტომ რომ ხო მიჭირს, მაინც მამაკაცის ტემბრი იყო ეს და მე მოდი დავასახელებ ნუგზარ რუხაძეს. ნუგზარ რუხაძე. და მეორე ენა ინგლისი. აუ, ყოჩა. მაგარი ვერსია. ანრი ყოჩა. ძალიან მაგარი ვერსია. ნეტა ჩემი პედაგოგი ვინ მოკლა 7-ჯენ ვინ გაუბედა. არ ვიცი. გავაცდილო ჩვენი აპლოდისმენტების დაგლებით ნალუ. არა, ნალუ შემდეგ ეპიზოდში მსუხე რეპერტუარით უნდა ძალიან მოვიდეს. ხო, თორე მე უარს ვამბობ შეფასებაზე. ჩვენ ამ მონაწილეს ვკითხეთ. ნუ თუ მარაო, და მან გვიპასუხა. არაო, მაშასე. პარშევანგის სცენაზე. მოგესალმებით. მე ფარშევანგი ვარ. დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ფრინველი. ოღონდ არ შეგეშალოთ. მე სიზმარა ფარშევანგი ვარ. ეს რას ნიშნავს? აი სწორედ ამის ახსნას შევეცდები ყოველი ჩვენი შეხვედრის დროს. კარგი, დავიწყოთ. როცა მე დავიბადე, მფარველი იყო მთვარე, რომელიც არის ზეცის შუა მეფის ნიშნითა და რომელიც სახლია მზისა. ამის ანრი, შენი სფეროა. მომასმენინე. ზაფხულში წყალდიდობა, ზამთარი მეტად ცივი და ბურუსიანი. გაზაფხულზე სიტყვა ბევრი და შემოდგომა არც თუ ისე სახარბიელო ჯანმრთელობისთვის. ვერ გავიგე რას გვეუბნება. კარიენთვეს დავიბადე. რიცხვს რაც შეეხება, თუ წყაროს, კარგად, ჩამოვეყრდნობით. ის ბუნების მარადისობაზე მეგვანიშნებს. ამით რაც დაბადების საათიც გვაინტერესებსო. 8 რიცხვია დაბადებას დაბადებული. გათხოვთ და არ მინდა თქვენს ღამის კოშმარად ვიქცე. მაშასე, ალბათ მიხვდით, რომ ჩემთან ერთად დროს ძალიან საინტერესოდ გაატარებთ. ახლა მეძახიან, უნდა იმღეროო. არადა გუშინ ღამე მსგავსიც არაფერი ანუ დამსწრებია. სიზმარა არის ჩვენი ფარშევანგი. და არის კირჩხიბი. ვაიმე, რა ლამაზია. დედა კუნდიც. აუ, რა ლამაზია. ნამდვილად ლამაზი. აუ, რა ლამაზი თოჯინა. ადელი. ანრი ხელს როგორ იქნევს იცის დაპყრა? This is the end. Hold your breath and count to 10. ხავერდოვანი ხმარ. Feel the earth move and then hear my heart burst again. For this is the end. I've drawn and drawn this moment. So overdue, I overdare. Swept away, I'm stolen. Let the sky fall when it crumbles. We will stand tall, face it all together. Let the sky fall when it crumbles.
გრანდიოზულად გაშალა მისი ფერადოვანი კუდი თუ რა ქვია? კუდი ხო? კუდი რა ქვია, რას ქვია? რა ვიცი. რას ქვია, რა ქვია? რას ქვია, რასაც ქვია კუდი. კუდი რასაც ქვია ის გაშალა. ისეთი ლამაზი თოჯინა ჩვენი ფარშევანგი, რომ აი დეტალებს ვაკვირდებოდი მთელი სიმღერის განმავლობაში, სიმღერის ფონზე რა თქმა უნდა. ეს იყო ჭეშმარიტად გრანდიოზული დახურვა მეორე ეპიზოდის. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ჩვენს ფარშევანს და კუც თუ დაკეცავს მივუახლოვდები თუ არა და არ ვიცი რა. ვინ არის ეს? კარგი იყოს ლამაზია. იცით რა, აი კივილამდე ნაცნობი ხმა არის ჩემთვის. როლშია? წარმოუდგენლად მეცნობა, ალბათ კი. მომღერალია? კი. მომღერალია. ალბათ კი უბრალოდ აბსოლუტურად შეცვლილი მანერით. ხო. იმიტომ რომ მაინც აი რამდენიმე სვლა ვოკალური იქ ისეთი იყო, რომ ძალიან გაუჭირდება ადამიანს, რომელიც არ მღერის. ან იცი რა არის, კიდევ ერთხელ გამეორდები და ვიტყვი, რომ თუ ასეთი ლამაზი ბგერა აქვს სასიმღერო და მან არ აირჩია სიმღერა, გულდასაწყვეტია ძვირფასო ფარშევანგო, იმიტომ რომ ნამდვილად ეს მომღერლის ხმა იყო. არის მაგალითად მარიამ როინიშვილს დავასახელებდი, რომ არ ყოფილი. არა, როგორ გეკადრებათ? აქ კიდე სხვანაირი არა, სხვა ტიპის ვოკალი ბუნებრივად კი არის, მაგრამ შეძლებდა თქო, აი შეძლებით რა თქმა უნდა, მომღერალია, აბარა, რაზეა. და დაამტკიცა ამ პროექტს. მოდი თქვენის ნებართვით გაგვაბნია ფარშევანგო. მე ვიტყვი ვის? მაია კაჭკაჭიშვილს. მაიკო კაჭკაჭიშვილი. აჰა, მესამე პაციენტი ყავს. ანიკა არ მოვიწყენ. ძალიან ნაცნობი ხმა მესმოდა. ვისი არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ აი სალაპარაკო ენას და ხმას ვიცნობ კარგად თან და რატომღაც აი ეს რაღაცა დაბალი ხავერდოვანი ხმა მივამსგავსე ნანიკო ხაზარაძეს და ხომ შეიძლება რომ იყოს? რა თქმა უნდა შეიძლება. რა თქმა უნდა შეიძლება ნანიკო რომ იყოს ჩვენი ფარშევანგი. ოთარ ბოლთასცემ რა ხდება? არაფერი აქ გავხსენი ნევროლოგიური განყოფილება. მე ვარ განყოფილების გამგე. რა ვიქნა მეორე ეპიზოდმა? ხო არიან მოთამაშე მწვრთნელები ფეხბურთში. ეს არის პაციენტი განყოფილების გამგე. არ გეგონოთ რომ თვითონ არ ჭირდება. სარეაბილიტაციო ცენტრი. მეც გიждები შენზე ლიზა. მაგაშია საქმე. მარტო არა. კარგი. დედას უთხარი რომ ერთად ვარ. კი, იცის გვიყურებს. კი. იყოს თამუნა ამონაშვილი. რაიმე შენ ესეც პაციენტია. ხალხო 4-ხეული, დიდებული 4-ხეული. ხალხო, ოთარი ბლოკში აყავთ საერთოდ. ინტენსიურში. ხო და ჩვენ ვერ ვნახულობთ, ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტობთ. მაკა მოდის თითო კილა მაწვნით, მაგრამ იმასთან არა, იმასთან წვეთოვნებით იკვებება. აქ ძალიან ნევროზული სიტუაციაა, ხალხო. ექიმი გვჭირდება. ძვირფასო ფარშევანგო. მე მინდა მოგილოცოთ სრულიად არაჩვეულებრივი გამოსვლა, თქვენი პირველი გამოსვლა. არაჩვეულებრივი დადგმა, მართლა იმდენად შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი და ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, წვერვალი მე ვიტყოდი, რადგან აქ უკვე ჩვენ ორი ეპიზოდის შემდეგ ბოლო კონკურსანტი პერსონაჟი გავიცანით, მე ვიტყოდი, რომ თქვენი მთავარი იარაღი და რჩევას მოგცემდით. როგორც არც თუ ისე ცუდი მომღერალი, თქვენი მთავარი იარაღი არის ძალიან ძლიერი და ლამაზი ხმა. და ყოველთვის ეცადეთ გამოიყენოთ თქვენი ვოკალი შემდეგ გამოსვლებში. იმიტომ რომ არც ერთი პერსონაჟი არ მიწყენს თქვენნაირი შესაძლებლობების ხმა, რომელმაც შეიძლება დაძლიოს სხვადასხვა ჟანრის დიდი სიმღერები, ფაქტობრივად თქვენამდე ვერ არიან. ვოკალურად. ნახე როგორ გაუხარდა. ამიტომ ძვირფასო ფარშევანგო, ამ შემთხვევაში დიდ ნიჭთან გვაქვს საქმე და აპლოდისმენტები ფარშევანგს. და ვინ არის? დაიხჩო ფარშევანგი.
არა, ისიავს კომპლიმენტებით, მე მგონი თანახმაა რომ კიდე დარჩეს და ვინ არის? რას უძლებენ ჩვენი გმირები? რას ვინ უძლებენ? არის? ილაპარაკე შენ, ილაპარაკე მე. ვერსია გვითხარი, ვერსია. არ მაქვს ვერსია, მითხარით ვერსია. ამდენი მაგისტვის ილაპარაკე. სოფობედიას უფრო დიდი გავა აქვს, არ არის სოფო. ჩემდას ვიცნობდი, არ არის და მეხს დავცემ თუ არის მან. ნატო მეტონიძეო. ნატო მეტონიძე. დედა. ძალიან კარგი, ფანტასტიკური ვერსიები და მოდი გავაცილოთ ჩვენი ფარშევანგი რა. გაფრინდი ჩემო ულამაზესო. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ უკვე ვიხილეთ 5-ვე პერსონაჟის პერფორმანსი და სანამ ყველაზე მნიშვნელოვან და დაძაბულ მომენტზე გადავალთ, ცოტა ხნით შევისვენოთ და რეკლამა იმედის ეთერში. მალე დაგიბრუნდებით რომ ნახოთ თუ ვინ არის. ჩვენ დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო და სანამ ჩვენი დამსწრე აუდიტორია მოემზადება ფარული კენჭისყრისთვის, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი მეგა შოუს პარტნიორ კომპანიებს. მაშასე კომპანია ორბი ჯგუფი გამარჯვებულს გადასცემს ბინას ბათუმში ზღვის სანაპიროზე. ვინ არის სპონსორია კომპანია ავერსის პრემიუმ ბრენდი აჰავა. აჰავას პროდუქტების გამოყენება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ხელს უწყობს კანის ელასტიურობას და ანელებს დაბერების პროცესს. ჰიპოალერგიულია, არ შეიცავს პარაბენს, სულფატებს, მავნე მინარევებს, ხელოვნურ დანამატებს. ბრენდი რეკომენდირებულია დერმატოლოგების მიერ. ბრენდი ოფიციალურად წარმოდგენილია ავერსის ამწიაგებში. სულ რამოდენიმე წუთში ჩვენ პირველი ამოუცნობი იდენტობის ვინაობას გავიგებთ. ამიტომ ვისარგებლოთ მომენტის და კოკა-კოლასთან ერთად ამვიმაღლოთ განწყობა. პროექტის ერთგული პარტნიორია ნატალი, რომელიც ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე. რადიო იმედი ყველაზე ვრცელი საეთერო მაუწყებლობა. 24 წელი ჩვენთან ერთად მოიგე დრო, გაიგე მთავარი. ნევერლენდი ანიმაციური გმირების ყველაზე დიდი არჩევანი. გახადე შენი დღე განსაკუთრებული ჩვენს ცენტრში ან პირდაპირ შენს სასურველ ლოკაციაზე. ახლა კი აუდიტორიას ვთხოვ, მოიმარჯვოს ელექტრონული მოწყობილობები და მოემზადეთ ფარული კენჭისყრისთვის. მე შეგახსენებთ, რომ თქვენ ირჩევთ თქვენს ფავორიტ გმირებს, რომ ვიხილოთ შემდეგ ტურში ამ სცენაზე. მაშასე, ხმის მიცემა დაიწყო! სანამ ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს, მოდი კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი დღევანდელი ხუთეულის გამოსვლას. Are longing to stray, and through the very heart of it, New York, New York. I wanna wake up in the city that doesn't sleep. Can't find I'm king of the hill, Calhouse and East. And number one, king of the hill. In my dreams I'm dying all the time. As I wake, it's kaleidoscopic mind. I never
სასო ტელემაყურებლებო, 5 ბრილიანტია სცენაზე და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. შედეგები უკვე დაფიქსირდა. და ახლა დავასახელებ გულშემატკივრის ფავორიტებს. გულშემატკივრის პირველი ფავორიტია. გაფრინდი კულისებში. დარბაზი კმაყოფილია? მაშინ გავაგრძელოთ. მონაწილე, რომელსაც კვლავ ვიხილავთ, არის გილოცავ დედოფალო. მეტავინა არის. ძალიან მაინტერესებს. მაშ ასე დაიძაბა სიტუაცია, რადგან 3 დარჩენილ მონაწილეს შორის მხოლოდ ერთია გულშემატკივრის ფავორიტი. მაშ ასე ჩემს გვერდით გილოცავთ. დეტექტივებო, როგორ ხართ? კარგად, როგორც ჩვევია ხოლმე ამ დროს აი ისე. ცოტა ანერვიულებულები. შესაბამისად მესმის თქვენი, იმიტომ რომ ყავს, ესე იგი, ბერიკა და ნალუ, რომელმა უნდა მოიხსნას ნიღაბი, ამას თქვენ გადაწყვიტავთ და ველოდები თქვენგან, ესე იგი, ვერდიქტს მითითებას, რომელი მოიხსნის ნიღაბს. აჰა. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დამაბნია ამორიდან ერთმა პერსონაჟმა და ცოტა გამწარებულიც ვარ. დაუკმაყოფილებელი. გაგამაიმუნა. აი გაგვა მაიმუნა, მე მინდა რომ ნიღაბი მოიხსნას ნალუ. ნალუ? გაბრაზებული ყოფილხარ შენ ნალუზე. მაგრამ მე კიდევ საპირისპირო აზრი მაქვს, იმიტომ რომ იმდენად ვერ მოვისმინე და ვერ ვნახე ნალუსგან რაღაცა მინიშნება, რომელსაც ჩავეჭიდებოდით, მაინტერესებს მისი სიმღერა, უფრო მეტი სასცენო მოძრაობა და ამიტომ მესამე ეპიზოდში. მინდა რომ ვიხილო ნალუ მომდევნო ეპიზოდში შესაბამისად. კი ბატონო, ესე იგი ერთით-ერთი. სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ მე ბერიკა ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ამ ტიპის რაღაცნაირი ისეთი თავისუფალი, არტისტული შესრულება, რომელიც ბერიკამ შემოგთავაზა, მე ძალიან აი პროექტის ფარგლებში ძალიან მომწონს. მიუხედავად ამისა, კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ნალუ მიმღეროს და ამიტომ მეც ამჯერად ჩემს მეგობარ მანიკას ხარს მოიხსნეს ბერიკამ მოკლედ, ხო? სამწუხაროდ გადამწყვეტი სიტყვა ეწენება არა ეტენება. ახლა მე რა მაინტერესებს? რეანიმაციის ფრერო დაჯდეს, მე რა ვშვებით? ფრერო დაჯდეს. აი ხო მე პენლები იქნება? არა, ორი რო გამოვაცხადო. ოთარ. მე უკვე არის გამოცდილებიდან არანაირი დამატებითი. მე გამომდინარე იქიდან ვინ მეტი ხმა დააგროვა ის რჩება პროექტში. პირველ რიგში დიდი მადლობა ორივე მონაწილეს, ძალიან ვისიამოვნე. ძალიან ნიჭიერები ხართ, ძალიან მაგრები ხართ, ძალიან დიდი მადლობა. და ნუ ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ თქვენს უკვე ჩემმა მეგობრებმა ყველაფერი მეც ძალიან მაინტერესებს შემდეგ ტურში ნალუ რას შემოგთავაზებს. ბერიკა მოიხსნა
ნიღავ და ტეკილა გადადის, ანუ ნალუ. შემდეგ ეპიზოდში გილოცავ ნალუ. ნალუმ ძალიან დაგვაინტრიგა. ნალუს ეს ჟესტი. ბერიკა კი არ გავარდა რეალურად. ნალუმ გააგდო, იმიტომ რომ ისეთი ინტრიგა შემოგთავაზა ნალუმ, რომ ბერიკა შეეწირა ამ ამბავს. თავს ნუ იმართლებ ლიზა, თორემ ბერიკა გირქენს. აბა, ეხლა შემოძვირფასო დამსწრე აუდიტორია, ჯადოსნური სიტყვის დროა. მოიხსენი. ისე მაინტერესებს. ანრი ჩამოდის. კიდე მე. ჩამოდი, ლიზა ჩამოდი, ყველა ჩამოვიდა. ყველა ჩამოვდივარ. მოიხსენი. ოთარ დამელოდე, ოთარ. ველოდები. როგორ მაინტერესებს. ალხან როგორ მიყვარს ეს მომენტი და ანდრი მოდი. აქედან პირდაპირ დავინახოთ. მოიხსენი. ვინ არის? გოგოა? ძალიან მაგარი იყო, ძალიან. უღრმესი მადლობა. არ ვიცი, ეს პროექტი არის სულ მოულოდნელობებით და სიურპრიზებით სავს. აი რატო გააგდე? მოგწონთ ახლა. დიდი მადლობა, აი პირიქით მადლობა, რომ ასეთი პატივი დაგვდეთ. უღრმესი მადლობა და ბრავო. ლეგენდების სერია გრძელდება ჩვენს გრძელდება. შემოძვირფასებო. დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ბრავო. მე არა, აი ამათ ბრავო. ეს შესანიშნავი პროექტია. იცოცხლეთ და კარგად იყავით სულ. ბრავო. ჩვენთან ერთად იყავით. შემოძვირფასო მაყურებლებო, დღევანდელი მეგა შოუს მეორე ეპიზოდი ამით სრულდება. ჩვენ კიდევ ერთი ვინაობა გამოვამყარეთ და მომდევნო კვირას ჩვენ უკვე ამ სცენაზე 8 მონაწილეს ერთად ვიხილავთ, ასე რომ დარჩით ჩვენთან. შოუ მხოლოდ ახლა იწყება. ნიუ-იორკში ხართ. ამ დიდებულ ქალაქში. ცემკი ბიჭი ვიყავთ. აჰა, აი. New York. დაგეცანე. I wanna wake up in the city that doesn't პირველი შეცდომა. უფრო ჩქარა შეძინო. ახალ გაზრდა ბიჭი. უფრო რიტმში ვიაროთ. უფრო ჩქარა. დიდი რვიანი. უშაბათს. ვინ იქნება შემდეგი? კვესტინაშე წარდგება 8 მონაწილე ერთად. 22 საათზე. 8 მონაწილის 8 შეუდარებელი შესრულება. ანრი არის საგონებელში. ყველა ერთად. უმძიმესი შემთხვევა. ვინ არის? ერთის აღმოსაჩენად. შენ ხარ ახლა საორკესტრო ორმოს. მე მგონია არ გამოტოვო. შოუ, სადაც შეუძლებელი. არაფერია. აი მე ნაცნობი ხარ. უგულ შემატკივრე შენს რჩეულს. მხოლოდ
იმედზე.